1942 წელი. საკმაოდ ძიმე წელი საბჭოეთისთვის. გერმანული სამხედრო მანქანა წარმატებით მიიწევდა წინ აღმოსავლეთისაკენ, მოსკოვისაკენ. წითელი არმია უკან იხევდა დიდი დანაკარგებით. დღე არ გავიდოდა რომ არ დაეკარგა რომელიმე ტერიტორია, ქალაქი, სოფელი თუ მთელი რეგიონი. მაგალითად ზაფხულის დასაწყისში განადგურდა მეორე დამრტყმელი არმია, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილმა გამოაღწია მტრის ალყიდან. ივლისის დასაწყისში დაეცა სევასტოპოლი. იმავე ზაფხულის საბრძოლო მოქმედებების დროს გერმანელებმა გაარღვიეს ბრიანსკის ფრონტი. ამ დროისათვის გერმანულ ავიაციას სრული ბატონობა ჰქონდა მოპოვებული ცაში. თავის ბომბდამშენებს და მოიარიშეებს საკმაოდ ეფექტურად იცავდნენ იმ ეპოქის უმძლავრესი გერმანული გამანადგურებლები, როგორებიც იყვნენ უილი მესერშმიტის BF-109 და Focke-Wulf 190-ები. წარმოუდგენლად დიდი იყო საბჭოთა ავიაციის დანაკარგები. ისედაც ვერ შეხვდა ქვეყანა ამ ომს მომზადებული, ჯერ რომ ვერ მოასწრო ავიაპარკის გადაიარაღება თანამედროვე ტიპის აპარატებით. მერეც ომის პირველივე დღეს 1000-ზე მეტი თვითმფრინავი მარტო მიწაზე გაანადგურა გერმანულმა ავიაციამ. მაგის გარდა დიდად ვერ საჰაერო ბრძოლებში გამოიჩინეს თავი რუსმა მფრინავებმა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საბჭოთა გამანადგურებელი ავიაპარკის ძირითადი საბრძოლო ფრთა 30-იანი წლების პირველი ნახევრის კონცეფციის I-16 იყო, ხოლო ახალი ტიპის გამანადგურებლები ჯერ რომ ცოტა იყო, მერეც მათი ათვისება ახალი დაწყებული ჰქონდათ მფრინავებზე, უმრავლესობა სრულად ვერ იყენებდა აპარატის ყველა შესაძლებლობებს. I-16 კი ყველა მონაცემის სრულიად ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგის ნებისმიერ საბრძოლო აპარატს და თანაც მორალურადაც საკმაოდ მოძველებული მანქანა იყო. მის გარდა წითელი არმიის ავიაციას ავსებდნენ აგრეთვე შემდეგი აპარატები: მიქოიან გურიევიჩის MiG-3, იაკოვლევის ბიუროს Yak-1 და ლავოჩკინ, გუდკოვი, გორბუნოვის საკონსტრუქტორო ტრიუმვირატის LAGG-3. მიუხედავად იმისა, რომ ზურგში მყოფი საწარმოები საგანგებო რეჟიმზე იყვნენ გადასული და 24 საათიან რეჟიმში აწარმოებდნენ ტექნიკას, ფრონტის მოთხოვნილებებს მაინც ვერ აკმაყოფილებდნენ. ამას ერთვოდა თან აგრეთვე მტერმოახლოებული ქალაქებიდან საწარმოების ევაკუაცია ღრმა ზურგისკენ ამ ფრონტიდან მოშორებულ ქალაქებსა თუ რესპუბლიკებში. მიუხედავად ამერიკელების დახმარებისა ლენდ-ლიზის პროგრამით, ავიაპარკის პრობლემა ერთ დიდ უძირო ჭას დაემსგავსა. იმიტომ რომ დანაკარგების შევსება ხდებოდა პრაქტიკულად წვრთნა-გაულელი მფრინავებით, რომელთა ნაწილით საბრძოლო მოქმედებების ზონამდე მისვლასაც ვერ ახერხებდნენ, გაუმართავი ტექნიკის თუ გამოუცდელობის გამო. თანაც მარტო უხარისხოდ ნასწავლი აფრენა-დაფრენის მცოდნე მფრინავი პრაქტიკულად იღბალის იმედად გადიოდა ბრძოლის ველზე. აბა ღმერთის მაგათ არ წამდათ იმ მომენტში და მრავალი მათგანი პირველივე საჰაერო ბრძოლაში იღუპებოდა, თან ისე რომ მასზე მოსვლას ან მტრის შემჩნევასაც ვერ ასრებდნენ. საბჭოთა სარდლობა ხვდებოდა, რომ საჭირო იყო ავიაპარკის განახლება შედარებით უფრო ახალი ტიპის აპარატებით. მიდიოდა კიდეც ამ თემაზე გამალებული მუშაობა იმდროინდელ საკონსტრუქტორო ბიუროებში, თანაც საკმაოდ დიდი კონკურენციის ფონზეც. ამ დროს მრავალი პროექტი დამუშავდა, თუმცა მხოლოდ უიშვიათესმა მათგანმა იხილა სერიული წარმოების საამქრო. ერთხელაც 16 აგვისტოს დილას გერმანული 54 გამანადგურებელი ესკადრის რამდენიმე BF-109G2 მიფრინავდა საბრძოლო დავალებაზე. სოფელ დრიტოვოსთან შეეჩეხნენ ლენდ-ლიზით მიღებულ საბჭოთა პეორმოცებს. გაიმართა საჰაერო ბრძოლა. გარდა პეორმოცებისა, გერმანელებმა შენიშნეს უცნობი კონსტრუქციის თვითმფრინავი, რომელიც გარკვეულწილად წააგავდა Focke-Wulf 190-ს, თუმცა საბჭოთა მოსაცნობი ნიშნებით. აღნიშნული ბრძოლა გერმანელების წარმატებით დასრულდა. მათ ჩამოაგდეს 5 თვითმფრინავი, 4 ის პეორმოცი და 1 ის უცნობი აპარატი. ტყვედ ჩავარდნილმა რუსმა მფრინავმა, სერჟანტმა კარაგოდინმა, გერმანელებს უთხრა, რომ მისი აპარატი იყო ახალი ტიპის LAGG-3. მას შეძლო დამალა, რომ მისი თვითმფრინავი ამ მომენტში გადიოდა საფრონტო გამოსებზე, სინამდვილეში იყო არა LAGG-3, არამედ LAGG-5, რომელსაც მოგვიანებით LA-5 დაერქვა. სწორედ ამ აპარატს მიეძღვნება დღევანდელი ჩვენი ფილმი. წარმოგიდგენთ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ გმირს, LA-5-ს. ამ ფილმში მოგიყვებით ამ გამანადგურებლის შექმნის და საბრძოლო გამოყენების ისტორიას. თუმცა სანამ კონკრეტულად ამ აპარატის განშლას დავიწყებდე, მცირე პრეისტორიას გავაკეთებ თუ საიდან წარმოიშვა ეს აპარატი, ვინ ყავდა წინაპარი და პირველი აღნიშვნიდან LAGG, სად ჯანდაბაში დაიკარგა ის ორი ცალი G. როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს ან ყავს თავისი წინამორბედი. ყველა ადამიანის ლოგიკური გაგრძელება მისი შვილია. ასევეა ეს აპარატიც. მას ერთგვარი წინაპარი ყავდა. ანუ მამა თუ დედა, ნუ როგორც მოგეწონებათ. მოგლეთ ის წინამორბედი აპარატი, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც არის. ხო და მისი პირდაპირი წინაპარი უკვე ხსენებული LAGG-3 იყო. იმისთვის რომ ჩავწვდეთ იმ თემას, თუ როგორ გაშთა LA-5, საჭიროა ვიცნობდეთ LAGG-ს და ვიცოდეთ მისი პრობლემებიც. თუ რატო გახდა საჭირო რომ შექმნილიყო ახალი აპარატი ძველის ბაზაზე. და მაშ ასე. თემას ვიწყებთ LAGG-3-ით,
კი არა და უფრო ლაგ ერთით. რატომ? კიდე ლაგ სამის მამა თუ დედა, რავი როგორც მოგეწონებათ თქო რა. ხო და აი ესპანეთში რო სამოქალაქო ომი იყო, ხო გახსოვთ? აი ისა დასასრულისკენ სტალინმა ორი დიდი გემი ოქრო რომ მოუღუნა. ხო, აი ეგა. მაგ სამოქალაქო ომის დროს საბჭოეთმაც გააგზავნა მოხალისეთა რაზმები, მათ შორის ავიაციაც. წითლებს წარმოადგენდნენ უკვე ნახსენები I-16-ები, ანუ იშაკები, სადაც ისინი პირველი თაობის მესასმიტებს შეებნენ. მგონი არც უნდა დიდი ჯაბაასი, ვინ იქნებოდა ესპანეთის ცაში მეფე. ხო და ამაზე საბჭოეთის მამები ჯერ აღშფოთდნენ და შემდეგ შეშფოთებაც გამოთქვეს. აი ხედავთ, საბჭოეთიც შფოთავდა ოდესღაც. მოკლედ მიხვდნენ რომ მაგათი იშაჩოკები საკმაოდ მოძველებული და ვადაგასული აპარატები იყვნენ. თანაც რაც დრო გადიოდა, მეტად და მეტად ძველდებოდნენ პრაქტიკულად საათობრივად. ამიტომაც 30-იანი წლების ბოლოს სახელმწიფო ბრძანების საფუძველზე დაიწყო ახალი თაობის გამანადგურებლებზე მუშაობა. მოტივი გერმანული მესერი იყო. მოთხოვნაც ამ გამანადგურებელთან ეფექტური ბრძოლა. ყველა ჩაერთო ამ კონკურსში. არა მარტო არსებული ბიუროები, ახლებით შეიქმნენ. ბოლო-ბოლო სერიულ წარმოებას ვინ შეძლებდა, მიიღებდა სახელმწიფო პრემიას 100,000 მანეთის ოდენობით. ეს კი იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. ხო და ამ გამოძახილზე შეიკრა კიდევ ხსენებული ტრიუმვირატი. თავიდან თავდაცვის კომისარიატის თვითმფრინავების განყოფილების უფროს ვლადიმერ გორბუნოს მოუვიდა იდეა საქმე დაწყებულიყო. ამიტომაც მან მიმართა თავის ხელქვეით სიომა ალექსეევიჩ ლავოჩკინს, გამოსულიყო პოლიტბიუროს წინაშე სითხის გაგრილებით მქონე ძრავიანი ახალი გამანადგურებლის შექმნის წინადადებით. იკითხავთ, რატომ მარტო მარსადაო? მით უმეტეს თავადაც კარგი საკონსტრუქტორო სკოლა ჰქონდა გავლილი. ბოლო-ბოლო მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ისეთი აპარატების წარმოებაში და ენერგოაზე, როგორიც იყო TB3, R6 და SB. იმიტომ რომ სიომას ამ მომენტისათვის ჰქონდა საკმაოდ დიდი გამოცდილება პროექტირებაზე. ცოტა ადრე ის მუშაობდა მოწვეულ ფრანგ სპეციალისტებთან, ლევილთან და რიშარდთან ერთად. აგრეთვე ჩიჟევსკისა და გრიგორიევისთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე. გარდა ამისა, სიომა ამ მომენტისათვის კურირებდა ერთ-ერთ საავიაციო ქარხანასაც. ლავოჩკინმა წინა ესკიზური პროექტი პრაქტიკულად ერთ კვირაში შეასრულა. ორივე კონსტრუქტორმა საკმაოდ კარგად იცოდა იმ დროის საბჭოთა ავიამრეწვის შესაძლებლობები, რომლის გათვალისწინების შედეგად მათ შესთავაზე სახელმწიფოს სრულიად ხის კონსტრუქციის აპარატი. არა და იმ დროისათვის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საბჭოეთშიც ხის მასალის გამოყენება ავიაციაში ითვლებოდა ჩამორჩენილობად, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა ძიასოს 30-იან წლებში რამენერად მოეგვარებინა ალუმინის მოპოვების მასშტაბების გაზრდა. შესაბამისად ეს მეტალი ქვეყანაში დეფიციტური იყო, რის გამოც 30-იანი წლების ბოლოს გაკეთებული პრაქტიკულად ყველა აპარატი კომბინირებული მასალის კონსტრუქციის იყო. როგორც მოგეხსენებათ, ხის მასალა თავისი თანაბარი სიმტკიცის მქონე დურალუმინთან თითქმის 40%-ით მძიმეა. ამიტომაც გაურბუნდნენ მის გამოყენებას კონსტრუქციაში. თუმცა კონსტრუქტორებმა გააკეთეს გათვლების საბჭოთა მრეწველობის შესაძლებლობებზე და საომარი მოქმედებების დროისათვის დამახასიათებელ მზარდ დეფიციტზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც თავისი პირშო სრულიად ხისგან დააპროექტეს. მოკლედ, ასეთი სახით წარადგინეს აპარატის წინა ესკიზური პროექტი ნარკომთან. და აი, აქაც ხდება ისეთი მომენტი, რომლის არ არსებობის შემთხვევაში გვექნებოდა არა ტრიუმვირატი და აბრევიატურა LAGG, არამედ დუეტი ლაგით. გადმოცემით, როდესაც პროექტი წარუდგინეს სახალხო კომისარ კაგანოვიჩს, მოსასვლელში შეხვდათ მიშკა ივანოვიჩ გუდკოვი, რომელსაც საერთოდ თავისი საქმე ჰქონდა კაგანოვიჩთან და ამ დუეტთან აბსოლუტურად არანაირი საერთო არ ჰქონდა. იმ დროს ისიც თვითმფრინავების განყოფილებაში მუშაობდა და აგრეთვე კურირებდა ერთ-ერთ საავიაციო ქარხანას. მაგრამ როდესაც სამხანაგმა სახალხო კომისარმა მოიცალა, სამივე ერთად შევიდა კაბინეტში. პრაქტიკულად აეკვიატა ბიჭებს. აქ კი სიტყვა ეგრევე დუეტს მისცეს, რომლებმაც მოახდინეს თავისი ჩქაროსული ქვემეხებით აღჭურვილი თვითმფრინავის პრეზენტაცია. ამან ისე დააინტერესა და აღაფრთოვანა ამხანაგი ნარკომი, რომ გუდკოვიც ამ პროექტის თანამონაწილედ ჩათვალა. შედეგად ამ უკანასკნელს თხოვა კიდეს დუეტს მიმიღეთ თქვენთანო და აი ასე შედგა ეს ტრიუმვირატი. წარდგენამ წარმატებით ჩაიარა. ტრიუმვირატს მისცეს უფლება გაეგრძელებინათ სამუშაო ამ პროექტზე. მას მიეცა აღნიშვნა I-22 და გამწესდა კუნცევსკის საავიაციო ხრახნების და თხილამურების ქარხანაში, სადაც მთავარი ინჟინრის პოსტზე დახვდათ ლეონტი რიჟოვი. ეს მან შეიმუშავა ეგრეთ წოდებული დელტა ფირფიცარი. საბოლოოდ ამასალით დამზადდა არა მარტო LAGG-1, არამედ LAGG-3-ც და LA-5-ც. თავად ეს მასალა საინტერესოა იმით, რომ მიიღებოდა არყის ხის ანათალების ცხლად დაწნეხვით, რომელიც ფენოლფორმალგიდის და სპირტის ნაზავით იყო გაჟღენთილი. შედეგად მიიღებოდა ისეთი მასალა, რომელიც საკმაოდ მტკიცეც იყო და მიუხედავად მისი ორგანული წარმოშობისა, პრაქტიკულად არ იწვებოდა.
ამ მასალისგან დაამზადეს თვითმფრინავის ყველა ძალური დეტალი. ისეთები როგორიცაა ნერვიურები, ლონჟერონის თაროები, ფიუზელაჟის წინა ნაწილი და ასე შემდეგ. ძალიან რო არ ჩაუღრმავდე ამ LAGG-1-ის თემას, თუ დაინტერესება იქნება, მოგვიანებით გავაკეთებ კიდეც ფილმს LAGG-1-ზეც და 3-ზეც, სადაც უფრო დაწვრილებით და დეტალურად აღვწერ ამ აპარატების ისტორიას. რაღაც ვარსკვლავური ომებივით გამომდის, როდესაც გადაღებები ლამის ბოლო ეპიზოდიდან დაიწყეს. ხო, ძალიან რო არ ჩაუღრმავდე თქვა ამ LAGG-1-ის თემას. თავიდან ამ მიოზაურად წოდებული პროექტისთვის ტრიუმვირატის ბიურო გაიზარდა იმ მომენტისათვის ახლად ლიკვიდირებული სილვანსკის ბიუროს თანამშრომლობით. მერე 1929 წელს ძიესოსოსთან გამართულ დათვირზე, სადაც საავიაციო პრობლემები განიხილეს, ნახევრად ოფიციალურ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფი გადაიყვანეს ოფიციალურ მდგომარეობაში და გაამწესეს ახალ ნომერ 301 საწარმოო ბაზაზე, რომელიც ადრე ძვირადღირებული ავეჯის წარმოებით იყო დაკავებული. შედეგად პროექტსაც შეეცვალა აღნიშვნა I-22-ის ნაცვლად I-301 გახდა. ციფრული აღნიშვნა ქარხნის დასახელებიდან გამომდინარე იყო. სამუშაოების დაწყებისთანავე ტრიუმვირატში გაჩნდა ბზარი. გორბუნოვი, რომელიც თავიდან ნომინალურ საქმეთა მმართველად დაინიშნა, მალევე ჩამოცილდა საქმეებს. მიზეზი ლავოჩკინი იყო. ის ისედაც და ასედაც მამოძრავებელი ძალა იყო ამ პროექტში. პრაქტიკულად ყველაფერს წყვეტდა, რაც კი აპარატს ეხებოდა. გუდკოვი კი საწარმოო საკითხებით იყო დაკავებული. ამ დროს კი საწარმოში არსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაზე ხელი ვინმე პასუხისმგებელ პიროვნებას უნდა მოეწერა, რომელიც სუმცირე ყოველდღე მაინც გამოჩნდებოდა საწარმოში. ესეთი კი სიომა ლავოჩკინი იყო. მოკლედ, ეს პოლიტიკური არეულობა, როდესაც საბოლოოდ დაალაგდა, დაიწყეს კიდევ სერიოზული პროექტირება და წარმოებაც. თავიდან ორი ვერსიის იდეა ჰქონდათ. ერთი მაღლივი გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო მეორე საფრონტო. გადაწყდა მეორე გაკეთებული იყო პირველად. მასზე დააყენეს ძრავი M105P. აგრეთვე უპრეცედენტო შეიარაღება, რომელიც იმ დროის არც ერთ მის თანატოლს არ ედგა. 23 მმ-იანი ქვემეხი, რომელიც ცილინდრის ბლოკებს შორის დგებოდა. ასევე იყო გათვალისწინებული ორი მსხვილყალებიანი ტყვიამფრქვევის BS-ის განთავსება კიდევ ორ ტყვიამფრქვევ შკასთან ერთად. საბოლოოდ პროექტი 1940 წლის გაზაფხულისთვის იქნა დასრულებული. შედეგი იყო შემდეგნაირი. მუქი შინდისფერი, ლაქით კარგად გაპრიალებული მთლიანად ხის კონსტრუქციის აპარატი. აეროდრომელმა გადავისებმა ეგრევე მიაკერეს ზედმეტსახელი როიალი. ამ როიალმა გამოცდები ასე თუ ისე ჩააბარა. მართალია ამ მომენტში რამდენიმეჯერ მოუწია ძრავის შეცვლა და აქა-იქ ჰიდროსისტემა ჯონავდა, მაგრამ მაინც დადებითად შეფასდა გაწეული სამუშაო, თანაც ამავე წლის 1 მაისის ავიაშოუზეც მიიღო მონაწილეობა. ამ გაწეული სამუშაოსთვის ტრიუმვირატმა მიიღო სანუკვარი სტალინური პრემია. ხოლო პროექტ I-301-ს დაერქვა კონსტრუქტორების გვარებისგან შედგენილი აბრევიატურა LAGG-1. მიუხედავად აღიარებისა, მანქანა მაინც საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნედლი გამოვიდა. უამრავი პრობლემა ჰქონდა. მაგალითად, კაბინაში ცხელოდა. სხვათა შორის ეს პრობლემა ლახუძეც დარჩა. ცუდი ხილვადობა ჰქონდა წინ და გვერდებზე უხარისხოდ დამზადებული ფონარის გამო. უცხელდებოდა წყალი და ზეთი სიმაღლის აკრიფის დროს. დიდი დატვირთვა მოდიოდა მართვის სახელურზე ელერონებისგან და სიმაღლის საჭისგან. ჰქონდა არასაკმარისი მდგრადობა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გადაჭრის შემდეგ პრაქტიკულად ახალი პროექტი გამოუვიდათ. საბოლოო შედეგს LAGG-3 დაერქვა, რომელიც 1940 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ერთბაშად რამდენიმე ქარხანაში ჩაეშვა სერიულ წარმოებაში. ესენი იყვნენ 21 გორკის, 23 ლენინგრადის, 153 ნოვოსიბირსკის და 31 ტაგანროგის ქარხნებში. ცნობისათვის, ეგ-21 საავიაციო ქარხანა იქნა გადმოტანილი თბილისში ცოტა მოგვიანებით თავის LAGG-3-ის წარმოებასთან ერთად. მიუხედავად ამ ხელა სამუშაო ფრონტისა, მაინც ჩამორჩნენ გრაფიკს. გეგმის მიხედვით მთელი 41 წლის განმავლობაში უნდა დაემზადებინათ 2960 LAGG. თუმცა 1 ივნისისათვის მხოლოდ 322-ის დამზადება მოახერხეს. ლავოჩკინს პრობლემები შეექმნა აგრეთვე ახლად შეკრულ კოლექტივთანაც. მას გორკის ქარხანაში მოუწია გადასვლა. მისი კოლექტივის გარკვეულმა და თან საკმაოდ კარგმა ნაწილმა კი ხიმკის ქარხნიდან წასვლაზე უარი განაცხადეს და დარჩენ იქ გუდკოვთან. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სერიული მანქანა გაცილებით უარესი გამოდის ვიდრე ექსპერიმენტალური პროტოტიპი, რომელსაც ლამის იუველირული სიზუსტით ამზადებენ. ის სამხედრო ნაწილები, სადაც ახალი მანქანები გაამწესეს, რეკლამაციაზე აგზავნიდნენ დაზიანებებსა თუ დასახვეს დეტალებზე. მაგალითად, არც ერთი აპარატი არ იძლეოდა შეპირებულ სიჩქარეს, რომლის ერთ-ერთი მიზეზი მუშა კონფლიქტებული საღებავი აღმოჩნდა, რომლითაც ფარავდნენ საბრძოლო გამანადგურებლებს ნაცვლად როიალზე გამოყენებული პრიალა ლაქისა.
სერიულ აპარატზე დამატებული ორი საწვავი აბზის გამო ზოგ შასის აყრდენი ცემდრაოდა. წყობრიდან გამოდიოდა შეიარაღება და შასის ასაკეთს გამოსაშლელი მექანიზმებიც. აგრეთვე აღენიშნებოდა მცირე სიჩქარეებზე შტოპორში ჩავარდნის ტენდენციაც. ფრინავები ჩიოდნენ უკანა ნახევარსფეროში ცუდ ხილვადობაზე და ასე შემდეგ. როდესაც დახვეწეს მანქანა, მისი წონა დაახლოებით 70 კილოგრამით გაიზარდა. შედეგად, ნაცვლად 600 კმ/სთ-ისა სიჩქარე 550-მდე დავარდა. ამის გამო ის უკვე სერიოზულად ჩამორჩებოდა მესერშმის ბევრ მახასიათებლებში. ომამდე ამ ყველაფრის გამოსწორება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ომის დროს კიდევ მოგეხსენებათ, ყველაფერი სერიოზულად გართულებულია. უფრო მეტად აჩქარებული ტემპი, დასვენების გარეშე მუშაობა, გადაძაბულობა, გადაღლილობა, შედეგად შესწავლების სიმრავლეც პროექტირებასა თუ წარმოებაში. მით უმეტეს რომ ომის დაწყების მომენტშივე უამრავი საკმაოდ კარგი სპეციალისტი ან გაიწვიეს, ან მოხალისად წავიდა ომში. მათი ადგილი კი კომკავშირლებმა და პიონერებმა დაიკავეს, რომლებსაც პრაქტიკულად ნულოვანი კვალიფიკაცია ჰქონდათ. შესაბამისად, უარესობისკენ შეიცვალა დამზადებული აპარატების ხარისხიც. როდესაც ომი დაიწყო და უკვე რეალურ ბრძოლებში მოუწიათ შეტაკებები ამ აპარატებს, ყველა ხსენებულმა პრობლემამ მიჩინა თავი. მიუხედავად აპარატის დიდი სისხლისუნარიანობისა, დანაკარგები საკმაოდ დიდი იყო ლაგებში, რის გამოც მას უკვე არც ეს სახალისო ზედმეტსახელი შეარქვეს ფრინავებმა. ლაკიროვანი გარანტიროვანი გრობ. ამასობაში საბოლოოდ დაეშალა ტრიუმვირატიც. გორბუნოვი ერთ-ერთი საავიაციო ქარხნის დირექტორად დანიშნეს, რომელიც ლაგებს აწარმოებდა. გუდკოვმა კი სოლო კონცერტის მოწყობა მოინდომა და საკუთარ პროექტზე დაიწყო მუშაობა, რაც მოგვიანებით არაპატია ლავოჩკინმა და ასე ვთქვათ, უიღბლო გასტროლზე წასულ მიშკას დაბრუნების შემდეგ ქარხანაში შესასვლელი საშვი აღარ გაუფორმა. რა თქმა უნდა, მარტო დარჩენილი ლავოჩკინი ბიუროსთან ერთად ცდილობდა რამენაირად გამოესწორებინა აპარატი. აკეთებდა დახვეწების სერიებს. ყოველი ახალი სერიიდან ახალი და ახალი დამატება ჰქონდა აპარატს, თუმცა ყველა ახალი გაუმჯობესება იწვევდა აპარატის კიდევ მეტად მოსუქებას და გაზანტებას. ყველაფერს გადაწყვეტობდა საჭირო სიმძლავრის ძრავის არსებობა, მაგრამ კლიმოვის ძრავი EMA-7 სამწუხაროდ საგამოსო სტენდზე გაიჭედა. არსებული ძრავებით კი აპარატი ვერ აკმაყოფილებდა ფრონტის მოთხოვნილებებს. ამავე დროს აქტიურობდა სხვა უცნობილესი ავიაკონსტრუქტორი იაკოვლევიც. მან ცოტა PR კამპანია გაუწია თავის პროექტს და მოახერხა იმდენი, რომ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისი აპარატი ლაგის პარალელურად იმავე ქარხანაში ეწარმოებინათ, რომელიც რა თქმა უნდა ჯობდა კიდეს ლაგს მრავალი პარამეტრით. კონკურენცია კიდევ მოგეხსენებათ ოხერი რამეა. ცოტა ხანში დადგებოდა კიდეც საკითხი სიომას პროექტის წარმოების შეწყვეტაზე. ეს კი ერთბაშად ლავოჩკინის ბიუროს არსებობის დასასრულსაც ნიშნავდა. საჭირო იყო რაიმე გაეკეთებინათ ისეთი, რაც იხსნიდა ბიუროსაც და აპარატსაც. ეს რამე კიდევ ახალი ტიპის ძრავი აღმოჩნდა. საუბარია ჰაერით გაგრილების ძრავზე M82-ზე. თუ კი ლაგგ-ზე მანამდე განთავსებულ ძრავ M105-ს დაახლოებით 1250 ცხენი ზალა ჰქონდა, ამ ვარსკვლავში 1650 ცხენი ბინადრობდა. ასეთი ტიპის ძრავების ძირითადი ნაკლოვანება ისაა, რომ მას დიდი განივი კვეთი აქვს, რის გამოც საკმაოდ ზრდის აპარატის შუბლა წინააღმობას. თუმცა სხვა რამით ბევრად ჯობს წყლით გაგრილების ძრავს. იგივე გაგრილებით. თუ კი სითხით გაგრილებიანს რადიატორში თუნდაც ერთი მოხვედრა ექნებოდა, ძრავი აუცილებლად გადახურდებოდა და დიდი წილით აპარატის დაიღუპებოდა ხოლმე. ამ ვარსკვლავებს კიდევ მსგავსი არაფერი სჭირდათ. მრავალი მოხვედრების და რამდენიმე ცილინდრის წყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი არ კარგავდა მუშაობის უნარს. თანაც ერთგვარ ფარს წარმოადგენდა წინა ნახევარსფეროში მფრინავისთვის, რის გამოც მათ თამამად შეეძლოთ შუბლად შეტევები განახორციელებინათ. ამასთან მოხდა ერთი უცნაურობაც საბჭოთა ავიამრეცში. ეს ძრავები დამზადდა საფრონტო ბომბდაშენ Su-4-ისთვის, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. თუმცა ეს პროექტი საერთოდ არ განხორციელდა, ხოლო მისთვის დამზადებული ძრავები პრაქტიკულად უსაქმოდ ელაგა საწყობში. ხო და ლავოჩკინმა გადაწყვიტა საკუთარ თვითმფრინავზე დაედგა ეს ძრავი. მაგრამ არის ერთი მაგრამ. გახსოვთ გითხარით, რომ სიომამ არაპატია გუდკოს სოლო კონცერტი თქო. იცით რა კონცერტი იყო? მიშკამ გადაწყვიტა ზუსტად იგივე, ლაგგ-3-ზე დაედგა საწყობში ჩაწოლილი M82 ძრავი. ოღონდ უნდოდა ამის განხორციელება არა ლაგგის ფარგლებში, არამედ საკუთარი წარმოება სურდა. მან ააგო კიდეც სასტელი აპარატი 301 ქარხანაში, რომელსაც მიეცა აღნიშვნა GU-82. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, საქმის გასაიოლებლად პირდაპირ Su-4-ის ძრავის ჩარჩოს ნახაზები გამოიყენაო. სწორედ ამ აპარატის სერიაში ჩაშვების გამო იქნა იგი მივლინებული 21 ქარხანაში. თუმცა რა მოხდა იქ და რატომ არ წავიდა აპარატის სერიაში, ცნობილი არ არის. სავარაუდოდ გაურკვეველი შიდა ინტრიგების მსხვერპლი გახდა ეს ადამიანი. ამიტომაც მოგვიანებით ის საერთოდ წავა თვითმფრინავ მშენებლობიდან და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ
დირიჟაბლებზე და საპარაშუტო სისტემებზე განაგრძობს მუშაობას. საიდან მოუვიდა იდეა გუთკოვს ცნობილი არ არის. აი ლავოჩკინის შემთხვევაში კი ორღობეში და წყაროსთავზე შემდეგ რამეს ყვებიან. იმ დღეს და იმ მომენტშიო, როდესაც სიომას ახალმა სახალხო კომისარმა შახურინმა თავის კაბინეტში შეატყობინა, რომ გენძვრისი ძამიკოვო, თურმე მოსასწელში ნახაზების კომპლექტებიანი ძრავის მწარმოებელი მთავარი კონსტრუქტორი შვეცოვი მჯდარა. როდესაც გატისყული, დასტრესილი და გალურჯებული სიომა გამოსულა კაბინეტიდან, შვეცოვის შეფეთებია, რომელმაც თურმე თავისი მთელი პრობლემები მოუყვა, თითქოს ამას თავისი არ ყოფნიდა რა. ამდენი მიშრომიაო, ჩემი ხელით დამიკლავსო, გამიტყავებიაო, დამიკიდიაო კი არა და ამ ხელა ძრავი დამიპროექტებიაო, გამიკეთებიაო და ეხლა არავის აღარ გინდათო, თქვენ ხო ხალხი არ ახართო. ისა იქნებ რამენაირად შენ მაინც გამოიყენო შენს გამანადგურებელზეო, უთხოვია სიომასთვის. მართლაც, მაგ მომენტისათვის მე-19 ქარხანას 412 წელი M82 ჰქონდა დამზადებული, რომელიც აქამდე ამაოდ ელოდებოდა თავის პატრონს. სიომამ გადახედა კომპლექსს, თავი გააქნია, რავი ჯიგარო რა გითხრაო. მე ახლა კლიმოვი და მისი M7 თუ მიშველისო. უთხრა და წავიდა თავის ქარხანაში, თუმცა შვეცოვის გულის გასახარებლად მისი ნახაზების კომპლექტით წააყოლა ხელს. ნუ ისე რა ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის. რა იცი რა ხდება? როცა გორგში დაბრუნებულა, იქ ეგრევე თათბირი მოუწევია და უხსნია სიტუაცია მთელი თავისი არსით. განხილვაში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ M82-ის დაყენება სერიოზული დახვეწების გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომაც რამენაირად უნდა დაულოდებოდნენ ისევ და ისევ კლიმოვს. თუმცა მის მოადგილეს ალექსეევს სიტყვა შეუბრუნებია, რომ ჩიტი მძვნად ღირსო და ხომ არ ვცადოთ მაინცო. მთელ ბიუროს არც თო სულ 2 ან 3 ადამიანი მომეო. სიომაც დაფიქრდა და კაი ჯანდაბას აიყვანე 2-3 ადამიანი და სცადე მაგის დედაცო. ნუ ხო რა, პირდაპირ ასე უთქვია. და ამ დროს არავის არ მოუვიდა თავში, რომ იმ გუ 82-ისთვის დაეხედა წესივრად. თავად სიომამ კიდევ კლიმოს დაურეკა, რა შვება შენი M7-ო, მიშველე რამე თუ კაცი ხარ, ჰაერივი გჭირდებაო. იმასაც უთქვია, რომ ეს ორი ძრავი თითქმის მზად არისო, სტენდიდან მაქსიმუმ 1 კვირაში ჩამოვხსნიო და ეგრევე გამოგიგზავნიო. ეს ერთი კვირა რო იტყვიან თავზე ბოლი აზდიოდა მთელ ბიუროს. ლავაჩკინმა მთელი განყოფილება შექმნა, რომელიც ამ აღნიშნული M7-ის მონტაჟი უნდა განეხორციელებინა ლაგზე. მთელი ეს კვირა ნერვულ ფონზე გაატარა ბიურომაც და სიომამაც. თუმცა როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. კვირის ბოლო ძრავი არ საჩანდა. ადნენ და მოსკოვში გააგზავნოს თავარი მექანიკოსი რომანოვი. მეფის თავმოვალი კი არა კაცო, უბრალოდ მოგვარე იყო. ხო და ამ რომანოვმა მოსკოვიდან დარეკა და ეგ ორი ძრავი აღარ არისო. იაკოლოვის ხალხი მოსულა და იმათ წაუღიათო და ამათ კიდე სხვა არა აქვთო. ხო, კაი ძუკნა ყოფილეს იაკოლოვი ჩვენში დარჩეს. თუმცა კონკურენცია რას ვიზავთ? სიომას კიდე ნერვიული შეტევა დაწყებია. ესე სადაო? ახლავე წავალ და ცენტრალურ კომიტეტში ვიჩივლეპო. სახალხო კომისარს შევახურეპო. ამ დროს კიდევ სიომას მოადგილეს ალექსეევს და მის ჯგუფს უკვე ესკიზები ჰქონიათ გაკეთებული. სწორედ იმ დროს, როდესაც სიომა კედლებზე დადიოდა რისხვისგან, ეს ალექსეევი მისულა და უთხოვია, სანამ წახვალ მოდი ჯიგრულად, ამ დეპეშაზე ხელი მომიწერე, რომ შეცომა თავისი ძრავი გამოგიგზავნოსო. სავარაუდოდ არც კი დაფიქრდა ისე მოუწერა ხელი. მადლობა უფალს. ხო და სანამ სიომა მოსკოვში წავიდოდა მათ აეროდრომზე, შვეცოვის ლი-2 დაფრინდა ბორდზე 2 ძრავით. ერთი მაკეტით და მეორე საფრენით. წარმოვიდგინეთ შვეცოვსაც როგორ გაუხარდებოდა ეგ დეპეშა. მაშინვე გახსნეს სამაკეტე ძრავი, შემდეგ ნომერ მე-40 საონქროში მდგარ ერთ-ერთ ბორდს, რომელსაც უკვე ხანძარსაწინააღმდეგო ტიხარი ეყენა, კრანზე ჩამოკიდებული ეს ძრავი მიუგორეს. აღსანიშნავია, რომ ლავოჩკინის თათბირზე M82-ზე უარი თქვეს 3 მიზეზის გამო. ჯერ რომ ეს ვარსკვლავი M5-ზე 250 კილოთი მძიმე იყო, რაც პრობლემას ქმნიდა თვითმფრინავის დაცენტრებასთან. მერეც ამ ვარსკვლავის დიამეტრი 1260 მმ იყო. იმ დროს, როდესაც M5 სულ რაღაც 798 მმ-ია. ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ რაღაც თავკომბალა გამოდიოდა. საჭირო იყო ლაგის ცხვირე ნაწილის ელიფსოიდური კვეთის წრიულზე გადაკეთება, თან ისე რომ ამ დროს აეროდინამიკაც არ დარღვეოდა აპარატს. ეგრევე ნათელი იყო, რომ ახალი ფიუზელაჟი იყო გასაკეთებელი, რომლის არც დრო და არც ფინანსები არ იყო. მესამე მიზეზი კი შეიარაღება იყო. ესპანური გაკვეთილების შემდეგ სტალინის დირექტივები დადგინდა, რომ ყველა გამანადგურებელზე აუცილებლად უნდა მდგარიყო ქვემეხი. თუ კი ძრავი M5 მის ბლოკში ქვემეხის განლაგების საშუალებას იძლეოდა,
ვარშლავა შემთხვევაში ეს გამორიცხული იყო. ხრახნთან სინქრონული ქვემეხები კიდევ ქარხანაში არ მოიძებნებოდა. ხო და თუ როგორ გადაჭრა ალექსეევმა ეს პრობლემები, ამას მოგიყვებით შემდეგ სერიაში. თუ მოგეწონათ, ფილმი მოიწონეთ და არხი გამოიწერეთ. ლაიქი დამისვით თქო. თუ არ მოგეწონათ, დისლაიქი დამისვით, ეგეც გამიხარდება. კიდევ მეტად ის გამიხარდება კომენტარებში თუ დამიწერთ რა არ მოგეწონათ.